უბრალოდ უნდა გჯეროდეს მათი. მათ ხელშია მთელი წარმოდგენა. რადგან სცენაზე დგას თავისუფლება. რადგან სცენაზე დგას მომავალი. ყველა ვერთიანდებით ერთი მიზნისთვის, ვაშვებოთ ჩვენს ბავშვებს და მშობლებს დაუვიწყარეთ დღე და ვიზრუნოთ ჩვენი მოსწავლეების უნარ-ჩვევების მაქსიმალურად განვითარებას. სკოლის ადმინისტრაციული გუნდი ჩვენს მოსწავლეებთან ერთად მთელი წელი ველოდებით სპექტაკლების პერიოდს, რადგან ჩვენთვის ეს პროცესი ასოცირდება როგორც პასუხისმგებლობასა და შრომასთან, ასევე დადებით და მხიარულ ემოციებთან. ბავშვების ჩართულობა თეატრალურ დადგმაში უპირველეს ყოვლისა სცენარის გაცნობით იწყება, რაც მოსწავლეებს უვითარებს დრამატული ტექსტების წაკითხვის, დამახსოვრებისა და შემდგომში ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგენის უნარებს. ეს პროცესი ხელს უწყობს მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრებას და უგუვებს მათ ლიტერატურისადმი ინტერესს. ხმის ტონალობით და მოძრაობის საშუალებით მოსწავლეები გამოხატავენ მათ მიერ დანახულ პერსონაჟს. რეპეტიციაზე მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ იდეებს და ქმნიან ერთიან გუნდს, რაც მათ ეხმარებათ თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი უნარი, რომელსაც მოსწავლეები იძენენ თეატრალური დადგმებისას, გახლავთ კრიტიკული უკავშირის გააზრება. პროცესში ისინი სწავლობენ, როგორ მიიღონ სწორად უკავშირი. კულისებში რაც ხდება ხოლმე მოსაყოლადაც ერთი დიდი ამბავია, უამრავი მხიარული და საინტერესო თავგადასავლით. სოლო გამოსვლა მოსწავლეებს ძენ თვითდაჯერებას, რაც ზრდასრულ ასაკში ეხმარებათ საკუთარი თავის სწორ პოზიციონირებაში. თითოეული პერსონაჟის ხასიათის აღქმა უვითარებს მოსწავლეებს ემპათიის და წარმოსახვის უნარებს. ისინი თანაუგრძნობენ პერსონაჟებს და შემდეგ ცდილობენ სცენაზე გამოთქვან მათი სათქმელი. ეს კი ეხმარება მათ უკეთ გაიგონ როგორც საკუთარი, ისე გარშემოყოფთა ემოციები. მოსწავლეები, დამრიგებლები, მუსიკისა და მეტყველების მასწავლებლები, დეკორატორი, ხმის რეჟისორი, გამნათებელი, მშობლები, დირექტორი, სკოლის ადმინისტრაცია, ჩვენ ყველა ერთად ვქმნით სცენას თავისუფლებისთვის, მომავლისთვის. დიახ, ჩვენ ეს შევძელით. გამოგვივიდა.